გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით. და სანამ დავიწყებთ უშუალოდ გადაცემის თემებზე საუბარს, აქვე გეტყვით, რომ ეკრანებზე მორბენალ სტრიქონზე თქვენ ახლა ხედავთ ტელეფონის ნომრებს და კითხვა იქნება შემდეგი. ემხრობით თუ არა პირდაპირი დიალოგის დაწყებას რუსეთთან და ამ კითხვაზე გადაცემის მსვლელობის დროს შემოვა რა თქმა უნდა ზარები და შეგიძლიათ დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომრებზე, ხოლო გადაცემის ბოლოს უკვე გამცნობთ შედეგებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არ იქნება პირდაპირ ეთერში შემომავალი ზარები, თუმცა ჩვენ საშუალება გვექნება რეჟისორს ვთხოვ დააფიქსიროს ყველა ზარი და საბოლოოდ გეტყვით შედეგებს თუ რამდენმა ადამიანმა დარეკა სტუდიაში და როგორია მათი პოზიცია. მაშას ახლა გადავიდეთ თავად გადაცემის თემებზე. გიორგი, ამ კითხვიდან გამომდინარე, რაც გადაცემის მსვლელობისას მაყურებელი დააფიქსირებს თავის აზრს, რუსეთთან დიალოგის დაწყება. ეს არის მოთხოვნა, რაზეც პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის უკვე საკმაოდ დიდი ხანია აწარმოებს. 2 თვეზე მეტია. კი, 2 თვეზე მეტია და შეგროვდა უამრავი ხელმოწერა აი იმ კონკრეტულ საიტზე, სადაც ეს ფიქსირდება, თუმცა ის პერმანენტულად ჩერდება გაურკვეველი მიზეზებით, როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესში შედის ეს, რომ დროულად არ მოხდეს მოსახლეობის გამოკითხვა ამ მხრივ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა როგორც ვიცით, 90,000-მდეა მიღწეული იმ ადამიანთა რიცხვი, რომელმაც გამოთქვა სურვილი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის დაწყებისა. როდის იქნება შესაძლებელი საბოლოოდ გავიგოთ რამდენი ადამიანია მომხრე ამ დიალოგის დაწყებისა და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება პერსპექტივები, ხელისუფლება გადადგამს თუ არა ნაბიჯს, რომ უშუალოდ ეს მოთხოვნა განხორციელდეს, ანუ დაიწყება თუ არა რუსეთთან პირდაპირ დიალოგი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს მოგეცა საშუალება, რომ ეს გამოკითხვა ჩავატაროთ და კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება ჩვენს მაყურებელს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად გვიყურებს და გვადევნებს თვალს თქვენი სტუდიის საშუალებით და მათ შეუძლიათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეუძლიათ დარეკონ და დააფიქსირონ თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ემხრობიან თუ არა რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. აგერ ჩვენ ვხედავთ მორბენალ სტრიქონს და ასევე ნომერს 599-24-25-24. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ოპერატორი ჩვენი წარმომადგენელი გეპასუხებთ და თქვენი ხმა დაფიქსირდება ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით და ჩვენ ესე იგი 7 მაისს, როდესაც გაიმართა კონფერენცია და დაფუძნდა თავისუფალი ტრიბუნა, გაერთიანება თავისუფალი ტრიბუნა, ეს მოხდა ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას ინიციატივით, მოგეხსენებათ თავმჯდომარე არის ბატონი ფრიდონ ინჯია და რა თქმა უნდა ჩვენი პარტიის წევრები, კიდევ მათ შორის მეც და საერთო ჯამში, ესე იგი 30-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით შედგა ეს კონფერენცია და დაიწყო პროცესი, ხელმოწერების პროცესი რუსეთთან დიალოგის მოწოდებით და რა თქმა უნდა ამის ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ესე იგი ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც ყველა მიცოდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის ესე იგი ძალიან დიდი ნაწილი და მე უკვე ვხედავ, რომ ეს არის უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც ითხოვს რუსეთთან დიალოგს და ჩვენ გვინდა ამით, რომ კიდევ ერთი დამატებითი, ასე ვთქვათ, ბერკეტი კონდეს ხელისუფლებას, მანდატი კონდეს უпростоრად ხელისუფლებას, რომ დაიწყოს დიალოგი და იმ ძალებმა, რომლებიც ლიბერალურმა ძალებმა, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ასე ვთქვათ, იმ ორგანიზაციებისა და
NGO-ების სახით, რომლებიც გამოდიან და ხელს უშლიან სხვადასხვა მეთოდებით ამ პროცესს. დღეისათვის, ესე იგი, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს როგორც ბლანკზე, ჩვეულებრივად როგორ გროვდება თაბახის ფურცლებზე და ასევე ვაგროვებთ ხელმოწერას ელექტრონულად, ამაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ეხლა მინდა ვთქვა, რომ ესე იგი manifest.gz, რომელიც საქართველოში ყველაზე ცნობილი არის როგორც პეტიციები ამ საიტზე ქვეყნდება და ჩვენ შესაბამისად ზუსტად ეს საიტი ავირჩიეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი დაფიქსირებულიყო, მაგრამ ესე იგი, როდესაც დავიწყეთ ხელმოწერები ამ საიტზე, ესე იგი 13 მაისს, თითქმის 2 თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ნახევარზე მეტი, თითქმის 1 თვე გათიშული იყო ეს საიტი, სხვადასხვა ხარვეზე ფიქსირდებოდა. და ბოლო 1 კვირა არის უკვე, ესე იგი, დაბლოკეს თვითონ ჩვენი პეტიცია. საიტი მუშაობს და ამ დროს პეტიცია ქართულ-რუსული დიალოგის მოწოდებით არის დაბლოკილი და გაჩერებული ზუსტად იმ რაოდენობაზე, 82145 ხმა არის დაფიქსირებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციფრი შეგვიძლია რამდენჯერმე გავამრავლოთ და სულ ცოტა 250,000-ზე უნდა იყოს წესით და რიგით დღეისათვის, თუმცა გეგმა იყო 100,000, მე ვფიქრობ ამას გადავაჭარბეთ უკვე და დამატებით ეხლა რაც ბლანკებზე არის ხელმოწერები, ჩვენ ამას ეს იქნება დათვლილი და ველოდებით კიდევ რეგიონებიდან, ეს იქნება დათვლილი და გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი უკვე ალბათ უახლოეს კვირებში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მიზანი იქნება მიღწეული, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მიზანი იქნება მიღწეული, ფაქტიურად უკვე დაფიქსირდა ის რაოდენობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის მომხრე რუსეთთან დიალოგისა და შემდეგ უკვე ჩვენ ამით ალბათ ზაფხულის ბოლოს, აგვისტო არ არის ის თვე არის, როდესაც ყველა ისვენებს, მათ შორის ხელისუფლებაში და ალბათ შემოდგომით იქნება ეს გაჟღერებული უკვე იმ დონეზე, რომ მივაწვდინოთ ხმა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ველოდებით, რომ საშუალება და რესურსი ექნება ხელისუფლებას, იმედს გამოვთქვათ, რომ ხელისუფლებას ექნება საშუალება, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ალბათ ყველა ხვდება, კარგად ხვდება, რომ რეგიონში ისეთი დაძაბული სიტუაცია არის, რომ რუსეთთან დიალოგი, შემდეგ უკვე მე ჩემსაც დავამატებ და ამას ხშირად ვიმეორებ, რომ ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ უკვე სამოკავშირო ურთიერთობების დამყარება, კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმება სტრატეგიulis, რომელიც უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ეკონომიკური და ეკონომიკური მიმართულებით კავშირის საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც საქართველოსთვის ასე ვთქვათ ეგზისტენციალური საკითხია, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამას და უნდა გავაკეთოთ ამისთვის ყველაფერი, რომ ეს მოხდეს და რა თქმა უნდა დაიწყოს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადალახოს ის ბარიერები, რაც მოდის დასავლეთიდან და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, ამის დიდი იმედი გვაქვს. ახლა თქვენ ბრძანეთ გადალახოს ის ბარიერები, რაც მოდის დასავლეთიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს მიღებული ბოლო რეზოლუცია გასულ კვირას იყო ამაზე ბევრი მსჯელობა და შანტაჟია პრინციპში, გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და გამოგზავნილია რეკომენდაციები ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი და ვადა მიცემული 31 აგვისტომდე. თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდა და აღარ დავიწყებთ მათ ჩამოთვლას, იქ საუბარია აგენტების კანონების გაუქმებაზე, მოჯახური ღირებულებების, ასევე ამ LGBTQ-ს უფლებების დაცვაზე და ყველა ის მოთხოვნა, რაც აქამდე იყო ცნობილი, მათ შორის ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და ასე შემდეგ. რა ვქნათ გიორგი იმასთან დაკავშირებით, თუ კი მართლაც ევროკომისიის ეს ინსტრუქცია და მოთხოვნები და ევროკავშირმა ბრიუსელმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და გაუუქმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა.
ამ შემთხვევაში იქნება თუ არა ის უნებათა ღელვა, რასაც მოელიან სწორედ ბრიუსელში ევროჩინოვნიკები, რაც პრინციპში მათ სურთ კიდეც, ამიტომაც აკეთებენ ამას. იქნება თუ არა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია ამაზე, თუ კი გაუქმდა ეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს ხომ არ არის ერთ-ერთი ესეთი ხელისშემშლელი ფაქტორი, აი ყველაფერთან რაც თქვენ ისაუბრეთ რუსეთთან დიალოგის დაწყების კუთხით. იცით რა არის იგივე არჩევნებაც აჩვენა შარშან საპარლამენტო არჩევნებმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მომხრე აი ამ ლიბერალური პარადიგმისა და შესაბამისად პროდასავლური კურსისა, იმ კურსისა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში უნდა დამკვიდრდეს აი ეს ამართმა დაგვიფაროს, ანუ ისინი ცდილობენ რომ საქართველოს ჩაითრიონ აი ამ ლიბერალურ ჭაობში და ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ კიდევ მეორე საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა ეს აზრი და მხარი დაუჭირა როგორც მშვიდობის პოლიტიკას, ასევე იმ კანონებს, რომელიც იქნა მიღებული გასული წლის ზაფხულის ბოლომდე, ხო, იგულისხმება როგორც გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით კანონი, რომელიც მოიცავს NGO-ებისა და უცხოური აგენტურის დაფინანსებას და მათ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ოჯახური ტრადიციების დაცვასთან დაკავშირებით კანონი, რომელიც ასევე ზაფხულში თუ არ ვცდები გასულ წელს სექტემბრამდე იყო მიღებული და წერტილი დაესვა იმ პროპაგანდას, ანტიეროვნულ პროპაგანდას, იგულისხმება ოჯახური ტრადიციებისა და აი ამ ასე ვთქვათ შემოტევას, მათ შორის ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის გუშინ ბატონმა მამუკა ფიფიამ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ასე ვთქვათ კომპლექსური შემოტევა ქართულ ეკლესიაზე და საქართველოს მოსახლეობამ დააფიქსირა უკვე თავისი აზრი, მათ შორის 17 მაისს, როდესაც პატრიარქმა დააწესა ეს დღე, როდესაც ხალხი გამოდის და აფიქსირებს ტრადიციებისა და ოჯახის დაცვის დღეთ, ხო? და ჩვენ გაცხადებული გვაქვს საქართველოს მოსახლეობას გაცხადებული აქვს ამასთან დაკავშირებით და ეს მიუღებელი არის ნებისმიერი ეს შანტაჟი ევროკომისრების მხრიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან, კაია კალასი იქნება ეს თუ კონკრეტული რომელიმე ევროდეპუტატი, ეს შანტაჟი მიუღებელია, ამას არც საქართველოს მოსახლეობა, არც მთავრობა ამას არ მიიღებს და დღეს მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ძალიან ისეთი მოზომილი და კონკრეტული განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია და რაც არ უნდა იძახონ ევრობიუროკრატებმა, რომ აი ამ მეთოდით რომ ვიზოს გააუქმებენ ან სხვა სანქციას დააწესებენ, ეს ვერ შეაცვლევინებს საქართველოს იმ კურსს, რომელიც ბოლო წლებში იქნა შეცვლილი უკეთეს ასე ვთქვათ იმ კონსერვატორული კანონების მიღების სახით. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები და რეზოლუციები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამდენიმე რეზოლუცია, 7 რეზოლუცია მიიღეს თუ არ ვცდები და ეს ნაბიჯ მიდიოდნენ იქამდე, რომ გაეუქმებინათ უვიზო რეჟიმი. ეხლა რას მოგცემს ეს, ხო? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, როგორც აი დღესაც ჩვენ ინტერაქტივი დავაინიცირეთ და ასევე ძალიან ბევრ სოციალებში, ძალიან ბევრ არხზე, მათ შორის Telegram არხებზე, Facebook-ზე და ასე შემდეგ ტარდება გამოკითხვები, ინტერაქტივები, სადაც ფიქსირდება, რომ 80%-ზე მეტი მომხრე არის რუსეთთან დიალოგისა შესაბამისად იმ კურსის მხარდაჭერა, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, კეთილმეზობლური ურთიერთობა იმ სახელმწიფოსთან, სადაც არის კანონის დონეზე მიღებული ოჯახის ტრადიციები, უარყოფილი არის, ასე ვთქვათ, აი ეს დასავლური პროპაგანდა და დაცული არის მართლმადიდებლური ეკლესიის ანუ
რუსეთისა და ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ვთქვათ პოზიციები, ხო? და აი ეს ეკლესიასთან დაკავშირებით თქვენ საინტერესო მომენტი ახსენეთ პრინციპში, ანუ ის 17 მაისი, როდესაც ეკლესიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გამოაცხადა ოჯახის ერთობის დღეთ და ამის შემდეგ უკვე ხდება კიდე აი ამ რეზოლუციით ევროპარლამენტის რეზოლუციით მოთხოვნა რომ არიქა და ამ LGBT პირების უფლებები იყოს დაცული ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. ანუ რა გამოდის რომ თუ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა ბრიუსელის ეს დირექტივა ამით საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას? დიახ, ზუსტად ამას გულისხმობს და ზუსტად ამას ვიძახით ჩვენ რომ ეს არის მიუღებელი და ეს უკვე დააფიქსირა ქართველმა ხალხმა არაერთხელ არჩევნებში იმ 17 მაისს, როდესაც გამოდივართ და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავთ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, საქართველო არ დაკარგავს სახელმწიფოებრიობას და იმედია, რომ მთავრობას, ხელისუფლებას მოახერხებს გამოძებნის იმისთვის რესურსს, რომ აი აქედან რომ გამოვიდეთ, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს აი ეს ევრობიუროკრატებისა და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, იმ deep state-ის მხრიდან აი ეს წნეხი, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოსთან, როგორც არის რუსეთის ფედერაცია, სადაც იგივე ჩვენი ერთმორწმუნე სახელმწიფოა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ბერკეტები და უკაცრავად დივიდენდები და ეკონომიკური მხარდაჭერა, ხო? რუსეთს მოგეხსენებათ, უმსხვილესი იმპორტიორი არის ნავთობის, გაზის და იმ რესურსების, რომელიც გადის მთელს ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოში, ხო, მათ შორის შეერთებულ შტატებში. და ამ შემთხვევაში საქართველო მიიღებს ძალიან სერიოზულ გარანტიებს იმისა, რომ ჩვენთან არ მოხდეს ნებისმიერი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ის პროცესები, რასაც გეგმავს რადიკალური ოპოზიცია, იგივე ვაშინგტონის, ბრიუსელის და ლონდონის დაკვეთით, ხო? ეს რო არ მოხდეს, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგეს და ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დავიწყოთ ეს პროცესი და დაიწყოს დიალოგი. და რაც შეეხება ახლა იმ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მომხრე არის, რომ ასე ვთქვათ, ევროპასთან იყოს უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ, ნუ გასაგებია, რომ მათ შორის იქნება უკმაყოფილება ამის მხრიდან, მაგრამ ისინი არიან უმცირესობაში, ხო? და ისინი დარწმუნდებიან უახლოეს თვეებში, როდესაც გაუქმდება, თუ გაუქმდა ეს უვიზო რეჟიმი, დარწმუნდებიან, რომ ეს უკეთესიც არის საქართველოსთვის. იმიტომ რომ საქართველო მიიღებს იმას, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც პროფესიონალები სხვათა შორის, რომლებიც ევროპაში მიდიან სამსახურის საშოვნელად, ისინი დაბრუნდებიან და აქ საკუთარ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, იმ ეკონომიკური პროცესებში ჩაერთვებიან და ეს ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება, მათთვისაც უკეთესი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ დღეისათვის საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს მოქალაქემ, ასე ვთქვათ, იშოვოს ის სამსახური, რომელიც შეცვლის იმ ასე ვთქვათ, იმ სამსახურს, რომელთაც დასაქმებულებიანია ევროპაში, ხო? იქ არის ძალიან სერიოზული პრობლემები და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ეს სამსახურის პრობლემის საკითხი არ არის, ხო? უამრავი სხვა პრობლემა არის, რომელიც საფრთხეს უქმნის იქ საქართველოს მოქალაქეს, იგივე იუვენალური იუსტიცია, იგივე LGBT პროპაგანდა, რომელიც ევროპის ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს, იგივე მიგრანტების პრობლემა, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს და ეს პრობლემები გადაიჭრება, ხო, დაუბრუნდებიან საქართველოს და ისინი, ვინც იქ მიგრანტებს გულისხმობ, ვინც აი ამ უვიზო რეჟიმის სარგებლობენ და მათთვისაც და ქვეყნისთვისაც იქნება უკეთესი. მოდით მაინც განვაზოგადოთ, მარტივი საკითხი და მარტივი თემა არ არის იმ გაგებით, ხლა ბოლო პერიოდში რაც ეს დაიძრა ეს
თემა და ამბობენ რომ არ იქა ახლა ევროკავშირმა თუ გაგვიუქმა ვიზო რეჟიმი ეს გამოიწვევს კატასტროფას აქ უნდა ავხსნათ უბრალოდ ერთი რამე გასაგებია რომ საქართველოსდან წასული ბევრი მიგრანტი ამით სარგებლობს და თავის ლუკმაპურს შეულობს ასე ვთქვათ ანუ აქვს ანაზღაურება იქ დასაქმებულია და ოჯახსაც არჩენს გადმორიცხვებიც ფიქსირდება მაგრამ ძირითადი საკითხი რაში მდგომარეობს ეს 90 დღიანი სიკეთე ასე ვთქვათ რაც გათვალისწინებული ანუ რამდენიმე თვით გასვლა ევროკავშირში წლის განმავლობაში შესაძლებელია მაქსიმალური ვადით ორჯერ შესვლა-გამოსვლა და არა ვთქვათ 90 დღით უფრო ნაკლები პერიოდით უამრავჯერ კი ერთის მხრივ კარგია მაგრამ ეს არამც და არამც არ იძლევა ევროკავშირში მუშაობის ლეგალურად უფლებას. ანუ მაშინ მოდით ვაღიაროთ მიუხედავად იმისა რომ მართლაც ბევრი ოჯახია ისეთი რომელსაც ოჯახის წევრი ყავს საზღვარგარეთ იქნება ეს იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი თუ ასე შემდეგ მართლაც შემოსავალი ირიცხება იქნაშოვი ფული ეს ევროები მოდის საქართველოში. მაგრამ მეორეს მხრივ თუ შევხედავთ ისინი არიან არალეგალი მიგრანტები. ანუ ლეგალურად კი იმყოფებიან იმ საპასპორტო მონაცემებით, რასაც იძლევა საშუალებას, ხო? ეს 90 დღე დაუბრკოლებლად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ზონაში. მაგრამ ეს არ აძლევთ მათ მუშაობის უფლებას ოფიციალურად. არაოფიციალურად სხვა საკითხია. თუ არაოფიციალურად მუშაობენ, გამოდის რომ იქაც არის ეგრეთ წოდებული სტრუქტურირებული მაფია. თვითონ დასავლეთის დამსაქმებლების მხრიდან. სხვაგვარად, იმ შავ სამუშაოს, რასაც ქართველი მიგრანტები იქ ასრულებენ, ამას აკეთებენ ძალიან იაფად. და თუ კი იმავე ქვეყნის რეზიდენტები, ანუ აი წარმოიდგინეთ, ბებისიტერები იქნებიან თუ მოხუცთა მომულელები, აი ჩვენი ქალბატონები ხო არიან წასულები, ბევრი ბავშვებს უვლიან, მოხუცებს უვლიან, ისინი თავიანთი უწილადებენ თავიანთი პენსიიდან რაღაც პროცენტს, ხო? ისინი აგზავნიან მე ამ თანხას უკან. აი ეს მიგრანტები ჩვენები რო პირობითად დარჩნენ უმუშევრები ადგილობრივი რეზიდენტი, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი თუ ვინც იქნება თუ ბერძენი, გაცილებით ბევრ გასამსჯელოს მოითხოვს. ის ადგილობრივი პენსიონერები, ახლა შეიძლება ამ გორგოლაჭებიანი სავარძლებით ვერ გამოვიდნენ და აქცია ვერ მოაწყონ იმ ქალაქების ცენტრებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ ეს გაუჩენს ადგილობრივ ევროკავშირის ქვეყანათა ხელისუფლებებს რეალურ თავსატეხს. ეს სხვაობა ფინანსური და აქ მილიარდებზეა ლაპარაკი. ნუ თუ მილიარდებზე არა, მილიონებზე ნამდვილად. იმიტომ რომ ამ ჩვენი ქართველი მიგრანტების და არა მარტო ქართველი, ეს შეიძლება იყვნენ მოლდაველები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულები. იქ დიდი ფული იზოგება. ევროკავშირის საერთო ეს ყულაბა. მოდი ასე ვთქვათ, ეს მიგრანტები ქმნიან იქ დოვლათს. მე აქ გულისხმობ სწორედ კი ბატონო, აი მაგას გულისხმობ სწორედ, მაგრამ ისინი იქ ხო არალეგალურად არიან დასაქმებულები. ლეგალურად იმყოფებიან იმ სავიზო მოცემულობით, რასაც გულისხმობს ეს უვიზო მიმოსვლა. აი მე მაქვს თქვა მაგალითად საქართველოს მოქალაქეს პასპორტი, გავედი საზღვარზე მომთხოვე, სად მიდიხარ, ისთვის მიდიხარ, წარმოგვიდგინეთ. სასტუმროს ჯავშანი იქნება თუ რაც იქნება, თუ სტუმრად მივდივარ, წარვადგინე კი ბატონო გაბრძანდით. ანუ მთელი 90 დღე მე შემიძლია ვიყო ევროკავშირში. მაგრამ მე არ მაქვს იქ ლეგალურად მუშაობის უფლება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რასაც მე ვლაპარაკობ. ახლა ანუ ის უმეტესობა 70% თუ 60% ჩვენი მიგრანტების, შრომითი მიგრანტების იქ არალეგალურად არის დასაქმებული. კი ბატონო და ვინ ასაქმებს მათ არალეგალურად? ადგილობრივი რეზიდენტები, საქმის მიმცემი ხალხი. ხო ასეა? რა თქმა უნდა და ეს ქმნის დამატებით იმ პრობლემებს, რაც ხვდებათ მათ იქ ჩასულ ქართველ მიგრანტებს, ხო? და ესეც არის ერთ-ერთი ბარიერი, მუდმივ სტრესში უნდა იყვნენ იქ რომ იმ სამსახურსაც დაკარგა არალეგალურად მიღებულ სამსახურსაც დაკარგავენ, შესაბამისად შემოსავალიც არ ექნებათ და დაბრუნდებიან, ასე ვთქვათ, გამოდევნილები იქიდან, ხო? აი ესეთი
ამ ხრივაც მათთვის არის ძალიან პრობლემატური სიტუაცია და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ავამუშავოთ ის მექანიზმები თავდაცვითი აი ამ ხრივ თავდაცვითი მექანიზმები რაც შეიძლება ამას მოყვეს ხო რომ იქიდან ის უკმაყოფილო მიგრანტები რომლებიც დაბრუნდებიან აქ იქნენ დასაქმებული და ამაში დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს უკვე არის მომზადებული და ეს პრობლემას არ შექმნის პირიქით მე ვიძახი რომ იქ რასაც დოვლათს ქმნიან ის ქართველი მიგრანტები შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში და აქ შექმნან დოვლათი აქ ასე ვთქვათ ეკონომიკა გააძლიერონ მთლიანი შიდა პროდუქტი გააძლიერონ შესაძლებელია ეს იყოს საუბარი რამდენიმე მილიონ ლარზე შეიძლება უფრო მეტზე და შესაბამისად ეს იქნება ქართული ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმული რომ აქ იყოს უფრო მეტი მუშახელი იმ ბიზნესისთვის მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი საშუალება რომ დასაქმნენ და ასე შემდეგ შესაბამისად იქ საქართველოში შემოსული ის მიგრანტები მათ შორის არალეგალი მიგრანტებისთვისაც იქნება ესიც ბარიერი და ეს პრობლემაც მოიხსნება ხო თუ ევროპიდან დაბრუნდნენ ქართველი მიგრანტები რომლებიც იქ არიან საშოვარზე წასული ხო ეს რამდენიმე პრობლემა გვარდება და ამიტომ არ უნდა ველოდოთ აქედან რაღაცა დიდ პრობლემას რომ სახელმწიფოს რაღაცა პრობლემა შეექმნება თუ კაია კალასი ან სხვა ვინმე დაინიცირებს ამას და მოიხსნება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან მე ვფიქრობ რომ ეს იქნება პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის გარდა ამისა აქ კიდე ერთი მომენტია ეს კოლონიური დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ პირველად როდესაც იყო ბრიუსელის მხრიდან მუქარა საქართველოს ხელისუფლებისადმი იქ განსაზღვრული იყო ასე ну ეხლა შეიძლება სიტყვით ციტირებას არ ვახდენდე მაგრამ აჩერებენ დიპლომატიური ლურჯი პასპორტების მქონე საქართველოს ანუ აი დიპლომატები ვინც არიან და დიპლომატიურ სამსახურში ამ პასპორტების მოქმედებას აი 30 ქვეყნიდან ვიდრე 14-მა თუ 17-მა ქვეყანამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რომ თან იქვე იყო მინაწერი რომ ეს არანაირად არ უნდა ეხებოდეს რიგით ქართულ ხალხს რომლებიც დღემდე მიისწრაფიან ევროპისკენ ახლა რა მოხდა? ანუ პედალირებენ უკვე ხალხზე? ანუ რას ნიშნავს ეს? ეს არის შანტაჟია, ეს არის. შანტაჟი კი არა, ეს პირდაპირ მოლა ნასრედინი რომელიც იჯდა ვირზე და წინ ჩამოკიდებული ქონდა სტაფილო ამ ვირს რომ წინი არა. აი ზუსტად ასეთი ტიპის ხელების გადაგრიხვა, ანუ გამოდის რომ როგორც ევროკომისარი ბორელი ამბობდა, იცით რომ თქვენ ყველა ჯოჯოხეთი ხარ და ჩვენთან არის 64 და თქვენ ყველა ხართ ჯუნგლები. აი ასეთი მედიდურობით გვიყურებენ ჩვენ. ანუ ახლა ეს რაც აი ამ რეზოლუციაში ჩაწერილია, ეს არის პირდაპირ ქართველ ხალხზე манипуляციური განცხადება. ანუ უკვე არა დიპლომატებისთვის ლურჯი პასპორტების გაჩერება, არამედ ჩვენ როგორც მეორე ხარისხოვან ნახირს ისე გვიყურებენ. ანუ ასე გამოდის, ასე აღიქმება. მეცაც გეტყვით. უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან უკრაინას. უკრაინა არის ევროპაში ახლა საფრანგეთზე პატარა გახდა უკვე რა მას შემდეგ რაც რუსეთმა მიიერთა მისი ტერიტორიები. ანუ ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა. უვიზო მიმოსვლა ხომ აქვს ოფიციალურად, კანდიდატის სტატუსიც აქვს, რომელიც ჩვენზე ადრე მიიღო. თან დაუმსახურებლად ჩვენ უფრო წინ ვიყავით მთელი რიგი პარამეტრებით. რა სიკეთე აქვს ახლა ამით უკრაინელებს, რომ აქვთ უვიზო რეჟიმი? რამის მესამედი უკრაინა გაწყდა ძირითადად მამრობითი სქესის მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას. ეს რაიმე პანაცეა იყო უკრაინელებისთვის? არავით არის პანაცეა. და გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო და რეგიონში ახლა ისეთია, რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს ეს უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული. პირობითად თუ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ბრიუსელის ეს მორიგი დირექტივა იმპერატიული. მაგრამ ჩვენ მივიღოთ ისეთივე ანალოგი, რაც ახლა არის უკრაინაში. ანუ საბრძოლო მოქმედებები. რაც უფრო მეტად ვიქნებით გამოსული აი ამ ლიბერალური ევრობიუროკრატიიდან, რაც უფრო შორს ვიქნებით მათგან, მით უფრო უკეთესი და ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება საქართველოსთვის. ეს იქნება ეკონომიკისთვის სტიმულაცია, აი როგორც კი მოიხსნება უვიზო რეჟიმი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში დაბრუნდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მოახდენენ ეკონომიკის დამატების სტიმულაციას. ნუ აი ეს თქვი უკვე და აღარ განმეორდები, რაც შეეხება
უკრაინას, როდესაც მიიღო ეს სტატუსი და ასე შემდეგ და მთელი ეგრეთ წოდებული რაღაც მხარდაჭერა ევროკავშირიდან, მაშინ დაიწყო მათი პრობლემები, ხო? როდესაც წააქეზეს რუსეთთან კონფლიქტისკენ იყო წაქეზება, როდესაც ზელენსკიმ დაძრა ის მთელი არმია და ეს 2022 წლის დასაწყისში, როდესაც გამოვიდა ეს ერთ-ერთ კონფერენციაზე, ევროპის მიუნხენის კონფერენციაში, შემდეგ, როდესაც განაცხადა, რომ ის, ასე ვთქვათ, მილიტარისტული განცხადება გააკეთა და დაძრა ეს ჯარები დონბასის მიმართულებით, ხო? და უკვე იქნა დაწყებული კონფლიქტი ფაქტიურად, იმიტომ რომ ჭურვები უკვე როსტოვის ოლქშიც კი ეცემოდა და რუსეთი იძულებული იყო რომ ეპასუხა ამისათვის და შემდეგ უკვე მოხდა ის რაც დღეს გრძელდება, ხო? რაც რუსეთის მხრიდან იყო გაცხადებული, რომ უნდა მოხდეს, ესე იგი, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ანუ ფაქტიურად გათავისუფლდეს უკრაინის ხალხი აი ამ დასავლური მილიტარისტებისგან. და დღეისათვის უკვე, ესე იგი, სტატისტიკას გადავხედე და უკრაინის ბიუჯეტი დღეისა ხარჯვითი ნაწილი არის 95 მილიარდი. აქედან უდიდესი ნაწილი ფინანსდება იგივე დასავლეთის მხრიდან და ბიუჯეტის დეფიციტი აქვს 19 მილიარდი. ეს კოლოსალური თანხებია, რომლის ანაზღაურებაც და აღმოფხვრა ამ დეფიციტისა ფაქტიურად შეუძლებელია. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ესე იგი დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით უკრაინაში 2025 წლის პირველ ნახევარში სიკვდილიანობა მშობადობას გადააჭარბა 3-ჯერ. ამას გარდა ეხლა გუშინ იყო მიღებული ახალი მთავრობა უკრაინაში. დენის შმიგალი შეცვალა ქალბატონმა, რომელიც ადრე მუშაობდა ზელენსკის ასე ვთქვა ადმინისტრაციაში, ოფისს ეძახიან ახლა და ანუ ზელენსკის კადრი არის შეულებრივად რა და ეს მთავრობა დაამტკიცა რადამ, რომელიც ასევე არის არალეგიტიმური კონსტიტუციის მიხედვით, თავად უკრაინული კონსტიტუციის მიხედვით. ანუ იმ რადამ, რომელმაც ამას წინათ გაახანგრძლივა ზელენსკის მიერ გამოცემული აქტი საომარი მოქმედებებთან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს იმას, რომ გაიხანგრძლივეს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ხო? ზელენსკის შარშან გაზაფხულზე აპრილის თვეში გაუვიდავდა და ფაქტიურად წელიწადნახევარია უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტია და ასევე რადას შარშან აგვისტოში გავიდა ვადა და ასევე არალეგიტიმური კონსტიტუციის მიხედვით არალეგიტიმური პარლამენტი ხავს უკრაინას. ნუ ახლა აღარ საუბრობ იმაზე, რომ რამხელა დანაკარგები აქვს ადამიანური თვალსაზრისით და შესაბამისად ახლა უკრაინის მოსახლეობაც ვინც ხედავს ამ ყველაფერს, ხო? იგივე ის ოლქები ანუ ზაპოროჟიეს ოლქი, დონბასი, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონის ოლქი, რომლის მოსახლეობამაც საერთაშორისო ნორმების დაცვით მიიღო გადაწყვეტილება რეფერენდუმზე და შეუერთდა რუსეთის ფედერაციას, ხო? და ეს პროცესი მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება და მათ შორის შეიძლება ოდესის ოლქშიც ჩატარდეს რეფერენდუმი, მას შემდეგ რაც ისიც იქნება განთავისუფლებული ამ კიევის ხუნტისგან და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ გამოჩნდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაინახავენ ვინ არის დასავლეთი, რა არის ეს მილიტარისტული ევროპა და შეერთებული შტატები. სხვათა შორის ახლა იგივე შეერთებული შტატების მხრიდან რაც განცხადებები კეთდება, რომ იგივე ტრამპს ხომ მოვიდა ხელისუფლებაში იმ პირობით და თავისი გუნდიც ეგრეთ წოდებული მაგა Make America რაც ისინიც მომხრე იყვნენ, რომ ტრამპი ყოფილიყო როგორც მშვიდობის ასე ვთქვათ, მშვიდობა დაემყარებინა როგორც უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მან ვერ მოახერხა, ხო, ეს არ ვიცი რატო ვერ მოხერხდა და
შესაბამისად მივიღეთ ის რომ რამდენიმე დღის წინ იგივე ტრამპმა გააკეთა განცხადება რომ მოამარაგებს უკრაინას იარაღით, ასევე ახლო აღმოსავლეთშიც ახლა ბირთვული ობიექტებზე მიიტანა ირანში იერიში, ხო, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ არა მშვიდობას ამყარებს, ხო, პირიქით, ხო, ხდება კონფლიქტების ესკალაცია. მაგრამ ნუ ეს ტრამპის და ახლო აღმოსავლეთის თემა ახლა ჩვენ თემებთან დაკავშირებით ცოტა შორს არის ახლა ამ წუთში, მაგრამ რაც უფრო ახლოს არის თქვენ უკრაინაზე საუბრობდით, აი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მე-18 პაკეტი მიიღეს ევროპელებმა რუსეთის წინააღმდეგ. და ურსულა ფონ დერ ლაიენი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა გულში რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ. ამაზე საკმაოდ ისეთი სარკასტული გამოხმაურება მოყვა დიმიტრი მედვედევის, რომელიც გამოირჩევა ამ გამხმოვანებელია რუსეთის ხისტი პოზიციების, ან პუტინი არ ამბობს არაფერს, მაგრამ მედვედევი როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკეთებს ასეთ განცხადებას. და გეტყვით კონკრეტულად რას ამბობს. ახლა აი რუსულად არის ეს ტექსტი, რასაც მედვედევი ამბობს და მე ვეცდები ქართულად თარგმნო, რომ ამერზიწილნაია старуха ურსულაო, ანუ უსაზიზღრესი მოხუცი ურსულა აცხადებს ევროკავშირის მიერ დარტყმაზე რუსეთის სამხედრო მანქანის გულში. არა ვარ დარწმუნებულიო, მედვედევი ამბობს, რომ მას საერთოდ ესმის სად არის გულიო, სად მდებარეობს გულიო. ის ალბათ ფიქრობს ისევე, როგორც ყოველთვის ერთი ადგილით ფიქრობდაო. იმ ადგილითო, რომლითაცო ის იყო დაკავებული მთელი თავისი არ შემდგარი სამედიცინო მოღვაწეობის პრაქტიკისასო. და მაყურებელს შევახსენებ, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამედიცინო განხრით არის გინეკოლოგი. ხო, ანუ ეს არის მედვედევის პასუხი. ხო, წარმოგიდგენიათ, როგორი დაძაბულობა არის ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ამ კონტექსტში. ახლა თქვენ ტრამპი, როდესაც ახსენეთ, ტრამპმა ახლაც გააწნა ევროკავშირს სილა, ოღონ ეს გააკეთა საკმაოდ ტექნიკურად, როგორც გამოცდილმა ფინანსისტმა 30%-იანი საბაჟო გადასახადები დაუწესა. ისტერიკა ჰქონდათ ევროკავშირში. ახლა ამ ევროკავშირს ამ მე-18 პაკეტში, რითაც ესე ამაყობენ და ბრმაც წამთ, რომ იერიში მიიტანეს რუსეთზე, რომ ახლა არიქა-იქ რუსეთი ჩამოიქცევა, როგორც ადრე ომის დაწყებამდე ამას ფიქრობდნენ. ის გულისხმობს ამ ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის და 2-ის საბოლოოდ გაყინვას, რომ პერსპექტივა არ იყოს მის აღდგენაზე და საუბარი. ასევე პრემიერ ფიცოს, ფაქტობრივად ასევე ხელების გადაგრიხვით მას უნდა უბრალოდ გარანტიები, რომ ნავთობი ეყიდა ხელსაყრელ ფასში და რაღაცას დაპირდნენ. სუვერენული ქვეყანაა, ასე ვთქვათ, თუ არ ვიგულისხმებთ, რომ ევროკავშირის წევრია, მას ჰქონდა თავისი პოზიცია და რაღაცას დაპირდნენ და დაითანხმეს. მაგრამ რუსეთიდან აი პესკოვი ახლა ისე ეხმაურება ამ მე-18 პაკეტ სანქციებისას, რომ ჩვენ უკვე იმუნიტეტიც გამოვიმუშავეთ ამ სანქციების მიმართვა. ჩვენი ეკონომიკა იქნება იქ, სადაც არის, ანუ თუნდაც 0 და რაღაც 9%, მაგრამ არ შეგვაშინებს ეს სანქციებიო. საინტერესო არის თავად ეს ილუზიები, რაც ევროკავშირს გააჩნია ამ სანქციებთან დაკავშირებით. აი რაც მე ვთქვი, ომის დაწყების წინ და არა მარტო ევროკავშირში. აქ ქართველ ლიბერალებში ქართველ იმ ჩინოვნიკებში, რომლებიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წიაღში მუშაობდნენ და დასაქმებულები არიან საქართველოში. ილუზორულად ბრმად მიაჩნდათ, რომ აიცი რა, ეხლა აი ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვს ჩამოაქცევენ. ხვალზე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება რუსეთი და არ მოხდა ეს. მე-4 წელია უკვე და ყოველ დღე არის ცნობები, როგორ იფართოვებენ საზღვრებს რუსები. იღებენ 1 სოფელს, 2 სოფელს, 3-ს, 4-ს დაბას და უახლოვდებიან ადმინისტრაციულ ცენტრებს. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ ქართველები. თუნდაც აქიდან, გვერდიდან კომპიუტერს რო უყურებთ და ამ საომარი მოქმედებათა რუკები რომ ასე ვთქვათ, იდება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი დიდი ფანტაზიიდან გამომდინარე გონია რომ ხვალვე რუსეთი ყველაფერს მოაგვარებს. всё, აი დასრულდება ყველაფერი, ხვალ უკრაინა რუსებს თავად არ ეჩქარებათ. რუსებს არ ეჩქარებათ. ნელ-ნელა მიყვებიან. 10 წელი რომ დაჭირდეთ. გავლენ ფინალში, ოღონ დაასრულებენ თავიანთ დაწყებულს.
სხვანაირი მენტალობის ხალხია, სხვანაირად აზროვნებენ. აი ეს მდგომარეობა ახლა რეალურად ამ ევროკავშირსა და რუსეთს შორის. აი დღემდე ამბობენ რომ ჩვენ აუცილებლად, აი თუნდაც ეს მედვედევი ამბობს რომ არაფერი არ გაგვაჩერებს, არავითარი სანქციები, დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა და ესეც იქნება რუსეთი პირიქით ძლიერდება იმით რომ მათი მტრები ასე სულელურად იქცევიან და ეს სანქციები ახლა მე-18 პაკეტი მიიღეს, რომელიც მათ შორის ნავთობის ბლოკირებასაც მოიცავს და აი წეგან რას ვთქვი რომ ფიცო იყო ბოლო ბასტიონი, რომელსაც ხელი გადაუგრიხეს და დაითანხმეს აი ამ პაკეტის მიღება ხო და იგივე სლოვაკეთი ახლა ღებულობდა ძალიან სერიოზულ დიდი რაოდენობით ნავთობს გაზს რუსეთიდან და ამით საზრდოობდა ხო და ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდებოდა და ამის შემდეგ უკვე სლოვაკეთს შეუძლია დაივიწყოს ეკონომიკის ზრდაზე, ხო? და აქედან გამომდინარე იგივე ევროკავშირს, რომელიც წინა წლებში 2022 წლამდე იგივე რუსეთისგან ღებულობდა იაფ რესურსს, ხო, ნედლეულს, რომელიც ჩაანაცვლა შეერთებული შტატების ნედლეულმა და რომელშიც იხდიან რამდენჯერმე მეც ვიდრე აქამდე იყო. აქედან გამომდინარე ეს ევროკავშირის მიერ მიღებული პაკეტები არის ფეხში სროლა და თავის მათსვე აზიანებს, ხო? და მათი ეკონომიკა იმის მაგივრად რომ ნუ ეხლა ისინი გადადიან მილიტარისტულ ეკონომიკაზე რა, ანუ ცდილობენ რომ სამხედრო წარმოება გაზარდონ და შესაბამისად ნუ თუ არ ვწდები 5 წლიანი გეგმა აქვთ და ამაზე ასე ვთქვათ ძალიან ხშირად კეთდება განცხადებები, მათ ეშინიათ რუსეთის რომ გონიათ რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი საფრთხე შეექმნებათ რუსეთისგან, რაზეც მათ შორის ბატონმა მედვედევმაც და სხვებმაც გააკეთეს განცხადება, რომ ეს არ იგეგმება, ხო და არავითარი საფრთხე არ ემუქრება ევროპას რუსეთისგან და ეს რუსეთის მიზანი არც არის. მაგრამ მაინც ეშინიათ, არ ვიცი რა სინდრომი არის ეს ბიუროკრატიაში, მაგრამ ისინი ამისთვის ემზადებიან და ცდილობენ რომ ეხლა მე-19 პაკეტზეც მიდის უკვე ლაპარაკი, განიხილება მე-19 პაკეტი, იქ რა უნდა იყოს ეხლა არ ვიცი. თუმცა მე-18 პაკეტით 50 ადამიანი იყო დასანქცირებული, სანქციების სიაში შეიტანეს. შემდეგ უკვე, ნავთობზე ვთქვი, ასევე მათ დააწესეს, ეხლა ძალიან სასაცილო რაღაც უნდა ვთქვა, მათ დააწესეს ამ მე-18 პაკეტის მიხედვით ქვედა ზღვარი, რომ რუსეთის ნავთობს იყიდიან $47 ბარელს. ხო. და ვითომ ეს მათი დაწესებული ქვედა ზღვარი უნდა იყოს აღსრულებული. ვინ გაითვალისწინებს ამას, ხო, არავინ. მით უმეტეს არც ჩინეთი, არც ინდოეთი, რომელიც ძირითადი იმპორტიორი არის რუსული ნავთობისა და მაშინ უფრო მეტი ვაჟკაცები იქნებიან, რომ თუ მიიღებენ, თქვათ, ეხლა ხო მე-18 პაკეტი მიიღეს, 122 პაკეტს რომ მიიღებენ, იქ ჩაწერონ, რომ საერთოდ არ ვიყიდით ნავთობს რუსეთისგან. რა უშლით ხელს ამაში? არა, თან გრძალავენ ნავთობს, გრძალავენ საერთოდ თან ქვედა ზღვარს აწესებენ. ხო, რატო აწესებენ? ეს არის სისულელი. ვინაიდან თვითონაც ჭირდებათ. მაგალითს მოგიყვანთ. გახსოვთ ხომ 2 წლის წინ, აი უკრაინის ეს ოდესის პორტთან დაკავშირებით და ხორბლის დეფიციტი რო შეიქმნა მთელ სოფლიოში. მერე სტამბოლში შედგა მოლაპარაკებები, რომ რაღაცნაირად გახსნილიყო ეს ხაზი. გემებს მიეცათ საშუალება, გემებისთვის მიეცათ საშუალება, მაგრამ იქ ჩაიწერა, რომ ეს უკრაინული ხორბალი და რუსული ხორბალი უპირველეს ყოვლისა უნდა მოხვედრილიყო სიღარიბის ზღვარსქვემოთ ყოფი ქვეყნებისთვის. ანუ აფრიკული ქვეყნებისთვის და მესამე რიგის ქვეყნებისთვის, რომლებსაც მართლა რეალურად აქვს სასურსათო დეფიციტი. რომ პურის პრობლემა არ ყოფილიყო მოსახლეობისთვის. შეთანხმებას ხელი ხომ მოაწერა იქ დასავლეთის მხარეც ხო ჩართული იყო ან მათი წარმომადგენლები ევროკავშირის. არ გაინტერესებთ საწავიდა ეს ხორბალი? ყველაფერი გაწიკეს ევროპაში. გიბრალტარიდან თუ ესპანეთიდან, აი პორტუგალიიდან სადღაც შევიდა, პირეას პორტი იყო თუ რა ვიცი. ეხლა სხვათა შორის შეერთებული შტატების პორტები იყო სანქციებით, აი ეს ელენციგრემის კანონი. ეს ხორბალი, რომელიც იყო განკუთვნილი მესამე რიგის ქვეყნებისთვის, გაჭირვებული ქვეყნებისთვის, პირდაპირ აი ასე წაიღეს თავიანთი მოსახლეობისთვის. ანუ ყაჩაღურად იციან, ესე იგი რას აკეთებს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ის გლობალური ომის პარტია, ხო? ვითომ გრძალავს ევროპული ქვეყნებისთვის
ამ დროს გძალავს სხვა, ესე იგი, მათი ეგრეთ წოდებული მოკავშირეებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც გძალავენ და შემდეგ ისინი მომენტალურად ამოქმედებენ იმ გვერდისავლით გზებს, რომლითაც ისინი ღებულობენ რუსეთიდან რესურსებს, ხო? აი ესეთი ძალიან ეშმაკური სქემებით მოქმედებენ. იგივე ახლა შეერთებული შტატებიც აპირებს ლინცი გრემის კანონად წოდებული სანქციების ამოქმედებას, რომ ჯერ არ მიიღეს, მაგრამ საუბარი მიდის ამაზე და ესეც ერთის მხრივ შანტაჟის სცენა არის რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთიდან, ესე იგი, შეერთებული შტატები ღებულობს ურანს, მათ შორის ურანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების ენერგეტიკისთვის. ამის გარეშე ამერიკა, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის პრობლემები შეექმნება, ხო? და ამავე დროს უკვე მზად არის ის მექანიზმები, რომ ეს ურანი მიიღონ ამ სანქციების გვერდისავლით. ანუ სხვას ატყუებენ ფაქტიურად რა. სხვას ითრევენ აი ამ სანქციების ჭაობში და თავად შემოვლითი გზებით მაინც ყიდულობენ რუსეთიდან ნედლეულს. აი ეს არის ძალიან ეშმაკური სქემა და მათ შორის დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უბრალოდ ამაზე ისაუბრა, რომ ეს არის ასე ვთქვათ და მათ შორის სხვათა შორის გააკრიტიკა დღევანდელი ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისა და ხაზგასმით თქვა, რომ ესე იგი დღევანდელმა ადმინისტრაციამ არ გამოასწორა შეცდომები წინა ადმინისტრაციისა და არ გაუქმა საქართველოსთვის დაწესებული სანქციები. აი მე ციტატას ჩავიკითხავ, მაინც ზედმიწევნით ზუსტი რომ იყოს, აი კობახიძის განცხადებას გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა. ხოლო შემდეგ დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, მათ შორის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ხო, კობახიძე პრინციპში ამბობს იმას, რომ ამ გლობალურმა ომის პარტიამ ევროპული ბიუროკრატია გადააწყო თავდასხმის რეჟიმში, ბერკეტად კი იყენებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ბოლო კოზირს განიხილავს, ფიქრობენ, რომ ამას მღელვარება მოყვება, რაც დაამხობს ხელისუფლებას. ახლა იმათ მე ხშირად მithქვამს გადაცემაში, რომ ეგრეთ წოდებული მეთოდიჩკები მოუძველდათ. გახსოვთ თქვენ ეს ბაკურიანის შეხვედრები ამ ვითომ ოპოზიციონერ ლიდერებთან და ასევე მათ ამ ჯიბის ექსპერტებთან და ასე შემდეგ თუ როგორ უნდა მოაწყონა გადატრიალებები არაერთ ქვეყანაში ქონდათ ამის გამოცდილება მოეწყოთ ეს ხავერდოვანი რევოლუციები თუ ფერადი რევოლუციები ახლაც ესე პრიმიტიულ დონეზე ფიქრობენ რომ ძალიან მარტივია ქართველების სულში ხელის ფათური რომ თურმე ახლა ამ შანტაჟით რომ უვიზო რეჟიმს გააუქმებენ არ იქა და გამოვარდება მთელი გარდა ამ თმაშეღებილებისა საქართველოს ძირითადი მოსახლეობა რომელიც საღად აფასებს და აანალიზებს რეგიონში შექმნილ ვითარებას და როგორც 90-იან წლებში აისხამენ ახლა იარაღს ან ვინმე დაურიგებს მათ და დაამხობენ ხელისუფლებას ეს ხომ აბსურდია ანუ ამას ყურადღებას თვითონ ეს ევროპელები არ აქცევენ გვერდიდანაც რო შეხედო ვინც მეტნაკლებად საერთაშორისო პოლიტიკაში ჟურნალისტიკაში გათვითცნობიერებულია აქვს შესაბამისი გამოცდილება ან წლები აძლევს ამის საშუალებას გვერდიდან ჩანს რა რომ შეშფოთებული ევროკავშირი გრძნობს რა არაპირდაპირ წნეხს ვაშინგტონისგან ტრამპის განცხადებების და გადაწყვეტილებების სახით და პირდაპირ წნეხს რუსეთის მხრიდან ოღონ უკრაინის მიმართებით ისინი ფიქრობენ რომ უკრაინის შემდეგ დადგება მათი ჯერი და აი ასე განცდებით აი ამ ეფემერული წარმოდგენებით ცდილობენ აი ამ შანტაჟის მექანიზმებით და სანქციებით შესწომას შეიყვანონ კი და იყენებენ ამ საცოდავ უკრებს საზარბაზნე ხორცად. და სრულიად ინერციული მოქმედებაა ეს. ანუ შორს არ აანალიზებენ ვითარებას, ანუ პერსპექტივას ვერ ხედავენ. აი მოძრაობენ ახლა უბრალოდ თავიანთი ემოციები. არავითარი სტრატეგია არ აქვთ, პრაქტიკული რაღაც მონახაზები. არავითარი სტრატეგია არ აქვთ.
ეხლა კაია კალასი, საგარეო საკითხებში რო იქნება ევროკომისარი და ეს ესტონელი ქალი ეხლა რა ინტელექტის კოეფიციენტის მატარებელია, ეხლა ჩვენ ვიცით რომ იქ საერთოდ ევროკავშირის დებულებებში ევროდეპუტატი რო გახდეს ადამიანი სულ არ არის საჭირო უმაღლესი განათლება ჰქონდეს. ან შესაძლოა საშუალო სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდეს 18 წელს, ანუ სრულწლოვანი თუ არის ადამიანი შეიძლება გახდეს ევროპარლამენტის ევროდეპუტატი. აი ასეთი კრიტერიუმები ტყავთ იქ ის მასა, რომლებიც 490 დეპუტატი აწერდა იმ რეზოლუციას ხელს და მანამდე დარბაზში კაციშვილი არიჯდა, როდესაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. აი ასეთი ზედაპირულები არიან. დიახ, რა თქმა უნდა. ევროპარლამენტარები, ევროკომისრები, მათ შორის კაია კალასიც არის ჩვეულებრივი მარიონეტი, რომელიც ასრულებს იმ დირექტივას, რომელიც მოდის ვაშინგტონიდან, იმ ბრიუსელიდან, სადაც გადაბარგდნენ ეს ტრამპის მოწინააღმდეგე ფლანგი, ანუ ის კლინტონების კლანი და იქიდან ასე ვთქვათ მოძღვრავენ საქართველოს, აშანტაჟებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ ხელისუფლება, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს ადეკვატურად დააფასებს, იცავს იმ პოზიციებს, რაც დღეს აქვს საქართველოს და იმედი არის, რომ უახლოეს მომავალში ეს წნეხი იქნება შემცირებული იმით რომ ჩვენ გავიძლიერებთ სუვერენიტეტს და კიდევ ვიმეორებ ეს რომ გაკეთდეს ჩვენ უნდა დავალაგოთ რუსეთთან კეთილი მეზობლური ურთიერთობები აი კიდევ გავიმეორებ რომ დღესაც მადლობა დღეისათვის ამ ასე ვთქვათ ინტერაქტივის გამოკითხვისთვის ამ სტუდიას რომ მაყურებელს მიეცა საშუალება და გთხოვთ იაქტიუროთ დარეკოთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი რომ ხართ თუ არა მომხრე რუსეთთან პირდაპირ დიალოგისა და ჩვენ ამით ვაჩვენებთ ყველას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის დიალოგის მომხრე, რასაც ასე ვთქვათ, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ავტომატურად მოიხსნება, როდესაც როგორც კი რუსეთთან გაფორმდება სამოკავშირეო ხელშეკრულებები. მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება, უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება, ისევე როგორც ყველა სხვა იმ ქვეყანას, რომელთანაც რუსეთთან აქვს სამოკავშირეო ურთიერთობა. იყო გამოქვეყნებული ახლა პროდუქტებზე, ანუ 65% ქართული ღვინის და სპირტის წარმოების რუსეთი არის. რუსეთში, რა თქმა უნდა, მომხმარებელი, რუსეთში გადის ეს ყველაფერი. და ის პროდუქცია, რომელიც იწარმოება საქართველოში და რომელიც ვერ გადის იგივე ევროკავშირში. ევროკავშირი თავის ღვინოს ვერ ყიდის. ელემენტარულად. ანუ იმდენი აქვთ ამ ფრანგული და ესპანური და გერმანელებსაც სხვათა შორის კარგი ღვინო აქვთ ახლა ევროპული წარმოების ღვინო ვერ ყიდიან. პერსპექტივა არ აქვს. ხო და ჩვენი ღვინო გადის პირველ რიგში რუსეთში. და აი დღეისათვის ესე იგი ირანმა მოახდინა რატიფიკაცია წერტილი დაესვა იმ ხელშეკრულებას რომელიც გაფორმდა რუსეთთან. ხო და ირანს უკვე გაეხსნა დამატებითი შესაძლებლობები იმისათვის რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა. ეხლა უკვე დაიწყო მშენებლობა ჩრდილოეთის სამხრეთის რკინიგზისა, რომელიც იქნება სანქტ-პეტერბურგიდან, უფრო სწორედ მურმანსკის ოლქიდან სანქტ-პეტერბურგის გავლით და შემდეგ უკვე კავკასიაზე გამოივლის ეს გზა და იმედი გვაქვს რომ ეს გზა გამოივლის მათ შორის საქართველოსაც სამომავლოდ, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და შემდეგ ეს სავაჭრო გზა მიდის, ესე იგი ჩინეთამდე, ინდოეთამდე, ირანის გავლით და შესაბამისად ძალიან ბევრი დივიდენდის მომტანი იქნება საქართველოსთვის თუ საქართველოს ჩაერთვება აი ამ პროცესში. და კიდევ ვიმეორებ რომ რეგიონში ერთადერთი გარანტია არის რუსეთი და ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ იმ მიმართულებით რომ დავიწყოთ დიალოგი, ჩავერთოთ 3+3 ფორმატში, ჩავერთოთ იგივე ბრიქსის მიმართულებით, შოსის მიმართულებით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იგეგმება ახლა აგვისტოს ბოლოსთვის ჩინეთში, შოსის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით არის სამიტი და ძალიან სერიოზული შეხვედრა არის იქ დაგეგმილი და შესაბამისად ახლა კოლექტიური დასავლეთს რა თქმა უნდა ეს არ მოწონს, როდესაც რუსეთი და ჩინეთი ეს ერთიანდება აი ამ ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში და შესაბამისად იქიდან მოდის აი ეს სანქციები, ხო? რუსეთის წინააღმდეგ მე-18 პაკეტი მიიღეს შეერთებულ შტატებში
ამზადებენ ამ ლინცი გრემის კანონს სანქციების სახით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვერც რუსეთს და ვერც ჩინეთს ვერ შეაჩერებს და შესაბამისად რეგიონში დადგება სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება, როდესაც საქართველოს ექმნება და ეძლევა საშუალება რომ ახალი ასე ვთქვათ ფურცელი გადაშალოს და ვიაროთ იმ გზით, რომელიცაც ჩვენი წინაპრები ისტორიულად მიდიოდნენ, ხო? რუსეთთან კეთილმოზობლური ურთიერთობა. მატყობინებენ რომ შემოვიდა ამ გამოკითხვის შედეგად უამრავი ზარი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დარეკა ჩვენთან სტუდიაში და კითხვაზე ემხრობიან თუ არა პირდაპირ დიალოგის დაწყებას რუსეთთან ამ შემოსული უამრავი ზარიდან აი people metris მეშვეობით რომელიც აქვს სამართავ პულტთან ჩვენს რეჟისორს დაახლოებით 92% აი ამ შემოსული ზარებიდან ემხრობა რუსეთთან დიალოგის დაწყებას პირდაპირ დიალოგის დაწყებას რაც ვფიქრობ ნუ ცალკე ჩვენი მაყურებელი ჩვენ საკმაოდ დიდი სეგმენტი გვიყურებს ეს უკვე მაჩვენებელი არის და დიდი მადლობა ყველას ვინც დარეკა და ეს ადამიანები რომლებიც შემოსული ზარების თანახმად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოჩნდა რომ აი ასეთი მაჩვენებელი ეს 90-ს გადააჭარბა 92% ეს არ არის მცირე რიცხვი მხოლოდ წარმოიდგინეთ ეს საათის განმავლობაში დარეკილი ანუ ეს ზარები შემოსული ზარები იმ ადამიანების პოზიციაზე ბოდიში ბატონო დავით ამასაც დავამატებ რომ ერთ-ერთი ტელეგრამ არხი რომელიც ნუ საქართველოში აი პატრიოტული ასე ვთქვათ მიმართულებით რომ ყველაზე მრავალრიცხოვანია 16000 გამომწერი არის ეს არის მსოფლიო პოლიტიკა ასეთი არხი არის და აქაც ჩატარდა გამოკითხვა და შედეგად ესე იგი 80%-ზე მეტი არის მომხრე პირდაპირ დიალოგისა იქ იყო კიდე 13% რომელიც ასევე დიალოგის მომხრეა ცოტა სხვა ფორმატში მაგრამ წარმოიდგინეთ ესე იგი 90%-ზე მეტი რაც დღესაც დადასტურდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მომხრე რომ რუსეთთან დაიწყოს დიალოგი. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ შევხვდებით უკვე მომდევნო კვირას 4 შაბათს 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.